კარლ გუსტავ იუნგი მხატვრული შემოქმედების პროდუქტებს არაცნობიერი ფსიქიკური თვითასახვად ან თვითგამოვლენად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ კოლექტიურ არაცნობიერს ახასიათებს თვითაქტივაცია, თვითგამოვლენისადმი მიდრეკილი ტენდენცია. ის თავად ავლენს საკუთარ თავს. პიროვნების ცნობიერი კონტროლის, ცნობიერი ძალისხმევის გარეშე. აი ამგვარ პროდუქტთა თვითგამოვლენის კოლექტიური არაცნობიერის თვითგამოვლენის პროდუქტთა ორი ძირითადი სახე გამოირჩევა. პირველი ეს არის ფანტაზიები სიზმრის ჩათვლით, რომელთაც პერსონალური ხასიათი აქვს და რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ და პიროვნულად მნიშვნელოვან პირად განცდებს უკავშირდება. რომლებიც შეიძლება პიროვნების პირადი ფსიქოლოგიური თავისებურებებით იქნეს ახსნილი. აქ საუბარია იმ ფენომენებზე, რომელთაც ეფუძნება ფროიდის ხელოვნების თეორია. მაგალითად, ასეთაც შეიძლება იქცეს გაუზიარებელი ან ცალმხრივი სიყვარული, რომელიც ტრადიციულად მხატვრული შემოქმედების ძლავ სტიმულატორს წარმოადგენდა. და ასევე შეკავებული, დაგუბებული, ასე ვთქვათ, აგრესია, რომლითაც ასე მდიდარია სიზმარი და მსოფლიო ხელოვნების ისტორია. მეორე ეს არის ფანტაზიები სიზმრების ჩათვლით, რომელთაც იმპერსონალური, ანუ უპირობნო ხასიათი აქვთ. ისინი არ კავშირდებიან ინდივიდუალურ განცდებთან და მათი ახსნა პირადი ან პიროვნული ფსიქიკით შეუძლებელია. ფსიქიკის ამ კოლექტიური შრის მხოლოდ აღწერა ან ინტერპრეტირებაა შესაძლებელი და არა მისი ახსნა. სიზმრებსა და შემოქმედებაში შესაძლებელია ასეთი ხატისა თუ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შორს ცილდება მისი ავტორის ფსიქიკურ გამოცდილებას. მაგალითად, შესაძლოა ურთულესი ღრმა საზრისის პოლისემანტურ სიმბოლოთა მოძიება თვით მცირეწლოვან ბავშვთა სიზმრებში. მაგალითის სახით იუნგი გვთავაზობს სკოლამდელი ასაკის გოგონას სიზმარს, რომელშიც შესაბამისი სიმბოლოების საფუძველზე რწმენის, სიკვდილისა და აღდგომის იდეებია ასახული. ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული მოარული, განმეორებადი ან უნივერსალური სიუჟეტები, სიმბოლური თემები, რომლებითაც აღსავსეა ნებისმიერი განვითარების დონის, ეროვნებისა თუ ეპოქის მიუხედავად ადამიანის სიზმარი, თუ მსოფლიო ხელოვნების ისტორია. მაგალითად, როგორიც არის მთის მწვერვალის დაპყრობა, დედამიწის სიღრმეებში ჩასვლა, გვირაბში მოძრაობა, ზღვის გადაცურვა, ფრენა. აღნიშნული სიუჟეტები კოლექტიური არაცნობიერის თვითმოქმედების, თვითაქტივაციის შედეგია და გარკვეული ინფორმაციის სიმბოლურ ხატოვან გადმოცემას გულისხმობს. იუნგის თეორიის მიხედვით შემოქმედი და ხელოვნება მყარად არიან შეკავშირებულნი, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ ხსნიან. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იუნგის ხელოვნების თეორიის მიერ, შემოქმედება არ და ვერ აიხსნება მისი ავტორის პიროვნული ფსიქოლოგიით. როდესაც იუნგი საუბრობს ყოველი ადამიანის ფსიქიკაში არსებულ კოლექტიურ შრეზე, ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ არაცნობიერზე, მას უპიროვნო ან ზეპიროვნულ ან პიროვნების მიღმა არსებულ ფენად განიხილავს, რადგანაც ის უნივერსალურია, საყოველთაო, გადაეცემა თაობიდან თაობას და მისი არსებობა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებაზე და კონკრეტული პიროვნების პიროვნულ თავისებურებებზე. ასე მაგალითად ეს გახლავთ ბუდემბრივია თავად იუნგის მაგალითი, ასე მაგალითად ოპერა ნებელუნგების ბეჭედის საშუალებით ვერ მოვიძიებთ მისი ავტორის რიხარდ ვაგნერის პიროვნულ თავისებურებებს. ხელოვანის პირადი ფსიქოლოგია წერს იუნგი, რა თქმა უნდა, ბევრს ამბობს, ბევრს ხსნის მის ნაწარმოებში, მაგრამ ვერ ხსნის თავად ნაწარმოებს. ნაწარმოები მხატვრული ნაწარმოები მეტია იუნგის გაგებით, უფრო მეტია ვიდრე მისი შემქმნელი ავტორი და რატომ? იმიტომ რომ მე კიდევ მინდა გავიმეორო, მისი შექმნა ეფუძნება
ფსიქიკაში არსებულ კოლექტიურ შრეს, რომელიც შექმნილია მთელი კაცობრიობის მიერ და არა კონკრეტული ადამიანის მიერ. წმინდა მიზეზობრივი კავშირების კონკრეტული მიზეზებისა და შედეგების დადგენას ფსიქოლოგია მხოლოდ ინსტინქტთა და რეფლექსთა სფეროში ახდენს. იუნგის გაგებით. ხოლო იქ, სადაც ნამდვილად იწყება სულის ცხოვრება, მაგალითად, როგორიც არის კომპლექსთა სფერო, ფსიქოლოგია ფენომენთა მხოლოდ აღწერით კმაყოფილდება. იუნგი აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი საწყისი ირაციონალურია, რაც მის რაციონალიზაციას, აზრობრივ განსჯასა და მეცნიერულ შესწავლას შეუძლებელს ხდის. უნდა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ამ თვალსაზრისით მხატვრული ნაწარმოების ფსიქოლოგია და პოეტის, როგორც კონკრეტული პიროვნების ფსიქოლოგია. ნაწარმოების ფსიქოლოგიის პიროვნების ფსიქოლოგიამდე დაყვანას იუნგი დიდ შეცდომად მიიჩნევს. ანალიზური ფსიქოლოგიის ავტორი მიუთითებს სპეციფიკურ შიშზე, ვიზიონერული სამყაროსადმი შიშზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ არის გაგებული იუნგის თხზულებებში ვიზიონერობის ფენომენი და როგორ კავშირდება ვიზიონერობა მხატვრულ შემოქმედებასთან. მაშინ ისევ დავუბრუნდეთ ბოლოს საკითხს, რომელსაც ვიხილავდით, იუნგი საუბრობს ვიზიონერული სამყაროსადმი შიშის ფენომენის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად პირველქმნილი ქაოსის სადმი შიშია. შესაბამისად, ვიზიონერობისა და კოლექტიური არაცნობიერის კონკრეტულ და პიროვნულ კომპლექსებამდე დაყვანას საფუძვლად ქაოსის ილუზორული მოწესრიგების ჟინი თუ ბნება ედება. ადამიანს აქვს ტენდენცია მოახდინოს რაციონალიზაცია, კონკრეტულად ვთქვათ, მოწესრიგება მისივე ფსიქიკის, მისივე შინაგანი სფეროსი და უპირველეს ყოვლისა მოაწესრიგოს ის, რაც არ ექვემდებარება მოწესრიგებას, ეგრეთ წოდებული პირველყოფილი ქაოსი, ან კოლექტიური არაცნობიერის სფერო და აი ამ წესრიგის, ასე ვთქვათ, ჟინი, ყოველივეს გარკვევის, ობიექტივირების, სახელდების ჟინი დაკავშირებული არის პირველყოფილი ქაოსისადმი შიშთან ან ვიზიონერული სამყაროსადმი შიშთან. სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას ალბათ ისიც, რომ კოლექტიური არაცნობიერი, როგორც ქაოსი, არის განხილული კარლ იუნგის არაერთ ნაშრომში. იგი აღნიშნავს, რომ კოლექტიურ არაცნობიერს ახასიათებს განსხვავებით ცნობიერი ფსიქიკური სადმი აღრევა შინაარსების, ამბივალენტური სინთეზი განსხვავებული შინაარსების, წესრიგის უარყოფა, პოლუსთა შერიგება და განთლიანება. იუნგის ენა მეტაფორულია ზოგჯერ და იგი ამბობს ასეთ მეტაფორასაც მიმართავს, რომ კოლექტიური არაცნობიერი ეს არის დღისა და ღამის შეყრის ალაგი. ეს არის მზიანი ღამის ალაგი, იქ სადაც პოლუსები ერთმანეთს ერწყმის და იქ სადაც სუფევს ამბივალენტური მთლიანობა. ფსიქიკა ღია კარია, წერს იუნგი, რომელშიც უცხო არაპიროვნული სამყაროდან ზოგჯერ რაღაც უცნობი და უჩვეულო შემოიჭრება, რათა ადამიანები ადამიანურობის ჩვეულ და სავსებით გასაგებ სფეროს გამოსტაცოს. სასიყვარულო განცდა ეროსი უბრალოდ ხელს უწყობს მასზე უფრო მნიშვნელოვანი ძალების გათავისუფლებასა და აქტივირებას. კერძო პირადულ ადამიანური ერთგვარი უვერტურაა, წერს იუნგი. წინსწრები იმპულსია, რათა გათამაშდეს მარადიული ღვთაებრივი კომედია. ისე როგორც დანტესთვის ბეატრიჩე ღვთაებრივ უზენაეს კანონებსა და წესებთა ზიარების სტიმულად იქცა.